ოჯახურ სისტემას და ზოგადად სისტემას აქვს თავისი კანონები, იმისთვის რომ სისტემა იყოს ფუნქციური, ანუ ის ჯანსაღად მუშაობდეს, მნიშვნელოვანია 3 კომპონენტი. პირველი კომპონენტი ეს არის მიკუთვნებულობა. და მოდით ავხსნათ ჯერ ეს რა არის. მიკუთვნებულობა ნიშნავს იმას, რომ სისტემაში, მოდით ახლა ოჯახი ავიღოთ, ოჯახურ სისტემაში რომელიმე მისი წევრი არის განდევნილი, ანუ მას უარი ეთქვა მიკუთვნებულობაზე, მაშინ თავისთავად სისტემა ხდება დისფუნქციური. ირღვევა. იწყება სიმპტომები. აი დისფუნქციები ყოველთვის არის გამოხატული სიმპტომებში. რა არის მიკუთვნებულობის დარღვევა? მოგეთით რომელიღაცა წევრი იყო რაღაცა თვალსაზრისით მარგინალური. ეს შეიძლება იყოს მაგალითად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, არ მის ცხოვრებაში იყო კრიმინალი, მოკლა ვიღაცა მაგალითად. წამოზე დამოკიდებული რაღაცა. ხო, ანუ ყველა ის ნორმა და დოგმა გადახვეული, რასაც პირობითად ერთი კონკრეტული ოჯახის სისტემა მოიცავს, ხო? ხო, და რასაც საზოგადოება ხშირად მოიცავს ხოლმე. ოღონდ სისტემის კანონები საზოგადოებრივი ნორმების ზემოთ დგას ყველა ვარიანტში. რა ის რომ ის არის მაგალითად დამოკიდებული და ვთქვათ საზოგადოებისთვის და ოჯახისთვის ის მიუღებელია, ეს არ აძლევს ოჯახს უფლებას, რომ ის განდევნილი იყოს სისტემიდან. ხო, არ აძლევს უფლებას, ვთქვათ ესე, როგორც ვთქვათ სისტემური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ის ოჯახმა მოიკვეთა გარკვეულწილად, მაშინ აუცილებლად ჩდება ოჯახში სიმპტომი. რა სახის? სისტემა არ არის მიდრეკილი მისი წევრების მოშორებაზე. სისტემა არის მიდრეკილი შეერთებაზე. ანუ რომ ყველა მისი კომპონენტი იყოს ერთ სისტემაში ინტეგრირებული, არ აქვს მნიშვნელობა ის როგორია ის კომპონენტი, ხო? შესაბამისად, ეს კომპონენტი თაობაში დაბრუნდება. ანუ აუცილებლად თაობებში გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცა თვალსაზრისით აირეკლავენ მის განდევნილ წინაპარს და რაღაცა თვალსაზრისით ისინიც იქნებიან მარგინალურები.